მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ მივიწევთ წინ და თამაშით სწავლობთ ამჯერად ქართული ენის გრამატიკას. დიზაინზე მუშაობა შეიძლება, მაგრამ როგორც ადრე თქვი, ჯანდაბას დიზაინი ახლა მთავარი არის, რომ ბავშვებს დავაინტერესოთ და სასარგებლო იყოს და სახალისო. მოკლედ ხედავთ, რომ კოდალა ხე უკატუნებს სწორი არ არის. როგორ უნდა იყოს და მოდი ვნახოთ, როგორ დაწერდა ბავშვი. მაგალითად შეიძლება დაწერა მაგალითად გოდალა ხეს უკატუნებს. შეამოწმე. არასწორია. კიდევ ერთხელ მაინც არასწორია. მაგალითად ახლა დაწეროს მაგალითად კუ მიხვდა ბავშვი დაწერა კოდალა, მაგრამ რაღაც მაინც აკლია. აი, დაწერა რომ სასვენიშანი არის. ბიჭო მოდი აქ. ალბათ სავარაუდოდ ეს უნდა იყოს, მოდი ჩვენ სწორად დავწერთ. ბიჭო მოდი აქ ვაი თუ მე აქ ალბათ ხელის ნიშანი და აი ასე. ამოაშენდი ვარდი გაეფუჭკნა კოკორი. თქვათ ბავშვი მიხვდა რომ ვარდი კი არა, ვარდს გაეფუჭკნა. შკნა კოკორი. აბა ვნახოთ თუ ასწორი. არასწორიო. ნახეთ, დაწერა რომ ყველა წინადების ბოლოს სასვენიშანი არის საჭირო. შემდეგი რა არის? მე მას დავლოდებ, არა მე ალბათ მე მას დაველოდები. მე მგონი ასეა. მე მას დაველოდები, ხო არ უნდაო, ხედავ. მერე ქარი გიმღერი ნანასა. ქარი გიმღერინაღამ წავიმღერე ამ დილას. გიმღერის ნანასა. აბა ვნახოთ თუ ასწორი, სწორიაო. აი მერე მადლობთ, კიდევ ხმარცდი. თუ ეთქვი ის, აი ვერ გავაქართულე სამწუხაროდ, მაშინ დაიწყეს თავიდან. თუ არა მადლობას გადაგიხდის, რომ მასთან ერთად იყავი და ხო დავაკელე და აი ქალბატონის სიდიდრე აგერ მასწავლ მეუბნება რაღაცებს და მეც რა თქმა უნდა უჯერებ.